საღამო მშვიდობისა ჩვენო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო. ხუთშაბათი დღეა და ეთერში ვართ გეგა ხვედელიძე და მე ბექა თავბერი. უპირველეს ყოვლისა, როგორც ტრადიციულად ვაკეთებთ ხოლმე, დავიწყებ მოკითხვით ჩვენი ემიგრაციას, ემიგრანტებს მოვიკითხავ დიდი სიყვარულით. უსურებ მათ დაბრუნებას, რა თქმა უნდა, წელში გამართულებს. მოვიკითხავ სნეულებს და განკურნებას უსურებ მათ. ძალზე დიდია, ასე ვთქვათ, პაციენტთა რიცხვი საქართველოში. ის, ვინც არ არის ჰოსპიტალიზებული, ყოველი მეორე თუ არა, ძალზე ბევრი ადამიანი განიცდის გარკვეულწილად. რაღაც დაავადებებს და ამის ასე ვთქვათ მიზეზ შედეგობრიობას, უბრალოდ мотиваციაზე საუბარს ახლა ნამდვილად არ დავიწყებ, თუმცა ყველაფერი ნათელია და მოვიკითხავ პატიმრებს მოვიკითხავ უცილობლად, ახალგაზრდებს აქედან დავიწყებ, მათ მხნეობას უსურებ, ღვთის სასუებას უსურებ და ამ განსასწრელის დათმენას და რა თქმა უნდა განთავისუფლებას. რაც შეეხება ჩემო გეგა მიმდინარე სიტუაციას, იგი არ იცვლება სამწუხაროდ, ერთი და იგივე რჩება, რომ თქვათ, რომ რაღაც ნაბიჯი გადაიდგა უკეთესობისაკენ, ჩვენ საკუთარ თავს მოვატყუებთ მხოლოდ, არადა ნამდვილად გულწრფელად გსურს, რომ ეს წინადადებები ძალზედ რეალური იყოს და პირველ რიგში ამ სტუდიიდან გაიგონებთ შესაბამის. დეპუტატები არ გვაკლებენ ახლა თავიანთ მოსაზრებებს და ამ ვაი ანალიტიკას გიგა. გაილაშქრეს ამ ბოლო დროს სუხიშვილებისა და რაჭველის, ნიკოლოზ რაჭველის წინააღმდეგ რა. სუხიშვილებს ახლა დაუწუნეს, რა თქმა უნდა, რომ ოკუპანტთანო ჩავიდაო და იქ კონცერტებს მართავენო და ასე შემდეგ და ნიკა რაჭველს დაუწუნეს და რაღაც ბრალიც დასდეს რა, ესე გამოდის რუსოფობიაში. ნიკოლოზმა თქვა, რომ მე ბედნიერი ვერ ვიქნებიო, ვიდრე პუტინი და მისი ძალაუფლება არ დასრულდებაო, ასეთი რაღაცა თქვა და მე მოაყოლა ახლა თუ ციტირება არა, შინაარსი ასეთია, რომ სიცოცხლეც არ ღირსო და ესენი ისე უტრირებენ, რომ აი თვითმკვლელობა გადაწყვიტა თურმე სოციალური ქსელი სავსეა ამ ცინიზმით და სარკაზმითაც, რომ აი ნიკოლოზ რაჭველმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა, სიცოცხლე აღარ უნდა და აქ პუტინი უკვე როგორც კი შეიტყო პუტინმა უკვე გადავდგებიო ბრძანაო და აი ესეთი ცინიზმით არის მოცული, ასე ვთქვათ, სოციალური ქსელი. პატივცემულებო, ჩვენო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, სწორედაც ამ ორმაგმა სტანდარტმა დაღუპა და დაღუპავს დღევანდელ ხელისუფლებას. დიახ, კონკრეტულად მანიპულაცია და მანიპულირება თემებზე იქ პარამიძის ანტისახელმწიფოებრივ გამონათქვამებზე და კონკრეტულად რაღაც ეროვნულობანას თამაში და ოკუპანტის ძახილი მათი მხრიდან ძალზე დიდი სიყალბია. არც ერთს, ანუ სუხიშვილებს დითი რამბები არ უმღერიათ იქ და არ შეუმკიათ, ასე ვთქვათ, რუსეთის იმპერია თავისი ოფიციოზით და არც საქველმოქმედო ყოფილა ეს კონცერტი რა, ერთი სიტყვით რომ ვიცოდეთ. და რაც შეეხება ნიკა რაჭველს, ნიკა რაჭველმა ის თქვა, ახლა მე კონკრეტულად იცით რა მინდა გითხრათ, გეგა. ესე იგი, მე თუ მკითხავს კაცი პირადად, მე რას მოვიმოქმედებდი, ხო? მე შეიძლება მაინც და მაინც სახალხო დიპლომატიის კუთხით არ ჩამეთვალა, თუნდაც არასაქველმოქმედო კონცერტი რუსეთში, თუმცა მაინც ვერ დავძრახავ, რადგან ჩვენ ადამიანები, მოსახლეობა ყველა ქვეყნისა, საერთოდ მოსახლეობა და ერი არ იწყებს ომს, ერი არ დგამს იმ ნაბიჯებს, რომელ ნაბიჯებსაც ადგილი აქვს საქართველოს მიმართებაში. ყველა ქვეყნიდან
ისტორიულადაც და დღესაც. ამას დგამს ის შემადგენლობა, რომელიც თავმოხვეულია იმ ასე ვთქვათ, ქვეყანაზე ნამდვილად არჩეულია თუ როგორ მოსული ხელისუფლებაში ეს მათი პრობლემა იყოს, ჩვენ ისედაც დიდი პრობლემები გვაქვს, აგერ ხალხი ლამისის დაემართათ ნერვოზი, მხოლოდ ამ ერთი სიტყვის გამო, არალეგიტიმურის გამო, მაგრამ რაჭველს არ უთქვამს ახლა კონკრეტულად ისე რომ ესე გავათახსიროთ. საერთოდ ამ ერთსულოვნების და აი პოლარიზების დამარცხება და ერთსულოვნების მიღწევა ასე არ ხდება. არც პატა ბურჭულაძე გამხობდათ, ესე იგი, აი თქვენი ვარაუდით, ხო? და თქვენი უпроსტურად გადაწყვეტილებით. თვითონ შეცდომაში შეყვანილი კაცი. და მაიქ კიდევ რა მოხდა ეს ფორმატი დღევანდელი საღამო მას არ მიეძღვნება თავისთავად. ასე რომ არც ბოდიში მოუხდია მათ არც ერთს არც მეორეს ცნობილ ბოდიშს შეგახსენებთ თქვენი მამა მარჩენალისაგან. დიახ, სეპარატისტულ რეჟიმებს რომ ბოდიში მოუხადა. ეს არ იყო მართალი, ეს არ იყო გულწრფელი ბოდიში, პატივცემულებო. რომელ ბოდიშია საუბარი, როცა საკუთარ მოსახლეობა 1000 სისულელეში გახვია და სისულელე კიდევ რბილად ნათქვამი სიტყვა და ერთი სინანული არა აქვთ. ერთი ბოდიშის ინტონაციაც კი არა აქვთ. აღიარებაც კი არა აქვთ შეცდომებისა, რომელიც შეიძლება ბოდიშად დაუკვალიფიციროთ და სეპარატისტულ რაიონებზე წარმოთქმული ბოდიშია გულწრფელი. ეს არის სრული სიყალბე, პატივცემულებო და ამას არ აჭამს რა ქართველი ერი. თორე ბოდიშობს ყოველთვის. ბოდიშებს ძლიერები იხდიან ყოველთვის. როცა გულწრფელნი არიან, აი იმ შემთხვევაში. აცხადებენ ასევე რომ ეს ის რა ქვია აგენტურა, კაცო, აგენტურას არ ეძახიან ახლა NGO-ს ყველას, არა და ის ეგრეთ წოდებული ფარა ხო მიიღეს რა და აგენტურა მუშაობსო გეგა და ჩვეულებრივად ესე იგი ისეთ საქმიანობას ეწევაო, რომ უბრალოდ ძირს გამომთხრელიაო ანტისახელმწიფოებრივ ეკონომიკასაც ურტყავსო, ტურიზმსაცო, ეს მინდა ორ ნაწილად გავყო. ჯერ ერთი ძალიან გთხოვთ რა, მართლა გულწრფელად გთხოვთ. ნუ პოლიტიკანობთ რა, ესე უსაზღვროთ, იმიტომ რომ პოლიტიკოსობა არ გამოგდით, არანაირად. თქვენ ძალიან ნიჭიერებო. ეკონომიკა ტურიზმზე დაფუძნებული მკვდრად შობილია, იც მინდა გითხრათ. ეხლა მე მაგისტრის პოზიციიდან კი არ გესაუბრებით ეკონომიკის. არა, ეს არის კატეგორიის ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ტურიზმზე დაფუძნებული ეკონომიკა არ არსებობს, საერთოდ არ შეიძლება იყოს მდგრადი განვითარების თუნდაც გესმით? და მას აქვს თავისი ასევე სეზონური და მრავალი ფაქტორი, რისკ ფაქტორი, პოლიტიკა განსაზღვრავს ის მიმართულებები, რომელიც თქვენ ჩიხში შეიყვანეთ, როგორ შეიძლება ასე ვთქვათ, ეკონომიკა, ასე ვთქვათ, ბიუჯეტი გადაავსოს, თქვენ როგორც ბრძანეთ ტურიზმმა, რადგან ტურიზმზეც ჰქონდათ წორება. და რომელ ტურისტებზეა ისე საუბარი, გეგა მე კითხვასო? ტურისტებს ეძახიან ესენი აფრიკიდან შემოსულ ადამიანებს? ხალხს ენ რაოდენობით რომ შემოვიდნენ? კარი რომ ფართოდ გახსნეს, იქ ტანზანია, უგანდა, სომალი, ესე ამათ ბანგლადეში, ესენი ტურისტები არიან? მთელი აზია, შუა აზია, რა ვიცი, აღარ მინდა ქვეყნების ჩამოთვლა. და ამათ ეძახით თქვენ ტურისტებს? როცა მოქალაქეობას ანიჭებთ და ბოლო თვეებია ამაზე მეტყველი, რომ რიცხვი იზრდება აი შემოსულთა, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაციისა, რადგან ისინი არამხოლოდ ლეგიტიმურნი, არამედ მოქალაქეები ხდებიან. დიახ, კანონით ენიჭებათ უფლება, რომ აქ ჩვენსავით, ჩვენს მსგავსად და არამხოლოდ ჩვენს მსგავსად, ჩვენზე მეტად შეუსრულდეთ მათი სურვილები და ისრულებენ კიდევაც. ასე რომ ეს არ არის არც ტურიზმი, მინდა გითხრათ.
და არც ეკონომიკა კიდევ რა, რადგან ტურიზმი არამდგრადია თქო გავიმეორე, რადგან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ტურიზმიზე ვერ იქნება ეკონომიკა დაფუძნებული და რეალურად თუ აგენტურაზე საუბრობთ. აი უბრალოდ ძალიან მარტივია, ხო? ეს არ არის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი. ძალზე და ლოგიკურია. თუ საუბრობენ ეს ადამიანები აგენტურაზე. მე ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ჩემი ქვეყნისა. მე როგორ უნდა ვიგრძნო? და მე ახლა ამ შემთხვევაში განზოგადებული სახე ვარ თავისთავად. უსაფრთხოდ თავი, როცა ქვეყანას აქვს სრული უფლება და ბერკეტები რომ დააზღვიოს პრევენციული ღონისძიებები და ინტერვენციულიც მიიღოს გარე საფრთხეებთან, გარე რეზიდენტებთან მიმართებაში და თურმე საქართველოში თავის თანამემამული აგენტები ყოლია, კაცო. თავის თანამემამული აგენტები ყოლია და ამის, ასე ვთქვათ, კანონში მოქცევა, რეგულაციაში მოქცევა ამის მიმართ სათანადო მართლა ნაბიჯების გადადგმა არ ხორციელდება, მხოლოდ სასაუბრო თემათა. გახარია დავნიშნე deep state-ის ზარის შედეგად, ხო არის ეს კობახიძის სიტყვები გაისმა ერთ დღეს deep state-დან ზარი და ამიტომ დაინიშნა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია. ეს იყო თვითაღიარება. ხო, რა თქმა უნდა. ახლა აღარ ვახსოვ ჩვენო deep state-ზე დამოკიდებული, მაგრამ იყო დრო, რომ ჩვენი სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში დანიშნული ჩინოვნიკები ყველანი ინიშნებოდნენ deep state-ის რეკომენდაციების და ზემოქმედების შედეგად. ეს არის ირაკლი კობახიძის სიტყვები, ხო, ამაზე ორი აზრი არ არის. და ზოგადად ეს მტრის ხატები, რასაც ქართული ოცნება იყენებს მისი მოსვლის დღიდან უბრალოდ იცვლება ფორმებით, რომ მტრის ხატზე აგებული პოლიტიკა, რასაც აწარმოებს ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნება საქართველოში, ეს არის მუდმივი ნარატივი, იმიტომ რომ ერთადერთი დღეს რაც აცოცხლებს, რეალურად რაც აცოცხლებს ქართულ ოცნებას, რაც უზრუნველყოფს მის სიცოცხლის უნარიანობას და მის პოლიტიკურ არსებობას ქართულ პოლიციურ ცეში, მის ძალაუფლების არსებობას ქვეყნის სათავეში, ერთადერთი რეალური ეს არის მტრის ხატები. ანუ იყო დრო, როდესაც ეს მტრის ხატი იყო ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება, ანუ ეს ცოცხების ხალხის შეშინება, ციხეებში ძალადობით ხალხის შეშინება და ასე შემდეგ ქუჩაში დახვრეტებით ხალხი და ყველაფერი ეს, ხო ეს ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ ეს ასე არ იყო. პატრიოტ ალიანსიდან წამოვიდა ეს ციხის კადრები, ეს ყველამ კარგად იცი და დღეს ვიღაცებს ენაუბრუნდება და ესო დადგმული იყო. ეხლა ამაზე ქალბატონმა ირმამ და დავითმა ბევრი ილაპარაკეს, მე აღარ მიყვები რა იყო დადგმული და როგორ და რანაირად ეს მართლა დადგმული სპექტაკლების მონაწილეები სხვებს რო დადგმულობას და თეატრალიზებას აბრალებენ. ის უბედურება, რასაც ნაციონალური მოძრაობა ატარებდა ქართულ სახელმწიფოში, თუნდაც ეს ციხეებში ადამიანებზე ძალადობით, თუნდაც ქუჩაში ხალხის დახვრეტით, მიტინგების უმოწყალო დარბევით, ადამიანებზე ბიზნესის რეკეტებით და ასე შემდეგ, ყველამ კარგად იცით, რას აკეთებდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი 9 წლის განმავლობაში და როგორ ანადგურებდა ქართველ ერსა და ქართულ სახელმწიფოს. აი ეს ყველაფერი რეალობა, ნამდვილად რეალობა, რომელსაც ჩვენ ვებრძოდით და დღემდე კატეგორიული პოზიციით ვიმყოფებით იმ პოლიტიკურ ძალასთან მიმართებაში, ხო? აი ეს იყო მრავალი წლების განმავლობაში ქართული ოცნებისთვის სასიცოცხლო წყარო. ანუ იყო მტრის ხატი საფრთხობელა, რომლითაც აშინებდა ქართულ ხალხს. დღესაც თავისი ადგილი აქვს, რითაც აშინებს ის ქართულ ხალხს, ქართულ ამომრჩეველს, რომ თუ ჩვენ არა, აი ბუა, აი რაღაცა პირდაბრჩენილი მიშას კარიკატურა რო ყავთ. ხო ეხა ადამიანი, რომელიც ეხა ეს ხო არ არის ჯამრთელი, ყველა ხო თანხმდებით იმაზე, რომ მიშა სააკაშვილი არ არის ჯამრთელი ადეკვატური პიროვნება, ხო? რა განცხადებებს აკეთებს ეხლა ის ტელეეთერებიდან, ციხის სასამართლოებს და ასე შემდეგ, ყველა კარგად იცით, მაგრამ ესეც კი, აი ეს არაადეკვატური ადამიანი და მისი პოლიტიკური გუნდი არის ქართული ოცნებისთვის ძალიან მსუყე და ძალიან, ესე იგი, მნიშვნელოვანი როლი აქვს მოკლედ ქართულ პოლიტიკაში. ნაციონალურ მოძრაობას, დღეს ნაციონალურ მოძრაობას და როდესაც ვსაუბრობ მე ნაციონალურ მოძრაობაზე, გულისხმობ ყველა მიზერულ შექმნილ სატელიტურ ლიბერალურ პარტიებს, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მსუყე და ძალიან ესეთი ძალიან ფასეული
პირადად ბიზნესისთვის. იმიტომ რომ ქართული ოცნების პოლიტიკური ძალაუფლება დგას მასზე. დგას deep state-ის მტრის ხატზე და ასე შემდეგ, ანუ მრავალია მტრის ხატები. მიშა სააკაშვილსაც ქონდა ასეთი მტრის ხატი, ეს იყო ძირითადად რუსეთი და რუსეთის აგენტურა. ეს ისევ და ისევ არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ ადეკვატური დამოკიდებულება გვაქვს რუსეთის იმპერიასთან და პუტინისტურ რაშისტულ პოლიტიკასთან და ასე შემდეგ განსხვავებით, ანუ პრორუსული ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსებისგან, რომლებიც რაღაც სენტიმენტებს მიმართავენ ჩრდილოეთისკენ, ჩვენ ამას კატეგორიულად ვემჯნებით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მკვეთრად მინდა დავაფიქსირო საჯაროდ, იმიტომ რომ ვიღაცებს უნდათ ხოლმე რომ იგივე პატრიოტ ალიანსი, იგივე ეროვნულ და ტრადიციულ ფლანგზე მდგომი და პოზიციებზე მდგომი ადამიანები გააიგივონ რუსულ იმპერიალიზმთან, რაც კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ კატეგორიულად ასევე მიუღებელია ის ავადმყოფური რუსოფობიური დამოკიდებულება, რომ ესე იგი თვითმფრინავი რო ჩამოვარდება სადღაც ჩელიაბინსკში და ტაშტ რო უკრავენ ისინი ლიბერალები, რომ აი რუსი ბავშვები დაიხოცენო. ეს ავადმყოფობა, ეს არის სულიერი დაავადება. ანუ აქ სწორი შეფასება და სწორი დამოკიდებულება, ქრისტიანული პრიზმიდან დამოკიდებულება ქვეყნისა და ერის სასიცოცხლო ინტერესებისა არ გამორიცხავს იმას, რომ შენ მტერს მტრული პოზიციიდან ელაპარაკო, როდესაც საომარია იომო, როდესაც რაღაცა არ დასათმობია, არ დათმო, მაგრამ არ გქონდეს ის დაავადებული დამოკიდებულება, ის ავადმყოფური ეგრეთ წოდებული რუსოფობიური დამოკიდებულება, რომ რუსი ბავშვი რო კიბოთი კვდება, ამის რაღაც ტორტზე სანთლებს ანთებდე და ზეიმით აღნიშნავდე, ხო? ძიმე მოსასმენია, მაგრამ ეს რეალობაა. გადახედეთ სოციალურ ქსელებს, აი როგორ არის ეს სულიერად დაავადებული ხალხი რეექცევს და როგორ იქცევა. ეს ყველაფერი არის ძალიან კომპლექსური, როგორც ფაზლის ნახატი, ხო იცი რა არის? პატარ-პატარა უჯრედებით რო ერთი საერთო სურათი იქნება. აი ეს ყველაფერი ეს საერთო მოცემულობას გვიქმნის, რა დღეშია დღევანდელი ქართული საზოგადოების მენტალობა და ცნობიერება. აი ეს მტრის ხატებზე აგებული დამოკიდებულება. ერთის მხრივ ეს უკიდურესი ეს ლიბერალური ეს ფსევდო ჰუმანური ვითომ და ფსევდო ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, რომელიც პირდაპირ კაცთა მოძულე მსოფლმხედველობაა, ხო, ვიმეორებ, აი ვიღაცების სიკვდილით რომ ხარობენ. რა მშობა აქვს? რუსი ბავშვი იქნება თუ ნებისმიერი. და იმის ალტერნატივად მე ვითომ რომ ის გაჩნდა რუსული ძერჟავნიკული პოლიტიკის ალტერნატივად ქართული რუსოფილური იდეოლოგია, რომ ეს რაღაცა პუტინისტური სენტიმენტები და რაღაცა იმაზე ტირილი იმაზე რომ რაღაცა სტალინის კულტზე და ასე. ანუ ეს ორივე უკიდურესობა, რომელიც ქართულ სოციუმშია, აცოცხლებს და ასაზრდოებს როგორც პარაზიტს სწორედ ქართულ ოცნებას. ანუ ქართულ ოცნებას დღეს ამის თქმა მინდა საბოლოო ჯამში, ანუ ჩემი სათქმელის არცი ესაა, ქართულ ოცნებას აწყობს ეს საზოგადოებრივი პოლარიზება. ანუ რაც უფრო მეტად დაყოფილი და დაყავი და იბატონეს პრინციპით, რაც უფრო დაპირისპირებულია ქართული სოციუმი, რაც უფრო დაპირისპირებულია, რაც უფრო მტრულად არის საზოგადოებრივი ჯგუფები ერთმანეთის მიმართ განწყობილი, ეს უფრო და უფრო განაპირობებს ქართული ოცნების პოლიტიკურ ძალაუფლებასა და არსებობას საქართველოში. ეს რეალობაა. ამას რა ქვია? ამას ქვია მართული ქაოსი. აი სწორედ ეს მართული ქაოსი. გამომდინარე იქიდან, რომ მართული ქაოსის ონტოლოგია ჩვენ ვიცით, ქსმენია წაგვიკითხავს არაერთი იმპერიებიდან ჩვენ წელთ აღრიცხვამდე რა ხდებოდა და როგორ. მართული ქაოსი უნდა იყოს მართული, ხომ, აუცილებლად. და ძალიან სულ ტყუილად გონიათ და მიაჩნიათ რომ ამ ხელოვნურად შექმნილ ქაოსს მეტწილად რომ ესენი მართავენ ან საბოლოოდ გამართავენ, რადგან ძალზედ სხვა ვითარებაა პატივცემულებო. აი დღეს ეხლა როგორც თქვი, დღესაც გვასმენინებენ ამ პიროვნებას, რომელიც აი არაადეკვატური რომ აღნიშნე, ციხიდან რაღაც უნდა წავლეკოთ, უნდა შევიკრიბოთ რაღაც. აი კონკრეტულად იცით რა მინდა გითხრათ? აი მიშას ეს პოპულარიზაციაც, ხო? ეს ბარამიძის ანტისახელმწიფოებრივი მართლა როგორ გითხრათ, არა ეროვნული და არა ადამიანურიც, სრუპენტელა გამონათქვამებიც და მრავალი რამ ფაქტი, რომელიც თქვენ გაკავშირებთ წინა რეჟიმთან, იმ პიროვნებებთან, რომლებიც თქვენთან ვერ გადმოიპორტირეთ, თორე სავსე ხართ
ამიტომ ხართ ქოცნაცური ხელისუფლება სავსე ხართ მათითაც აი ვინც თქვენთან არ ბრძანდება მათზე მაქვს მე ახლა აქცენტი აი ეს ყოველივე აბსოლუტურად არის მოტივირებული ერთი დიდი ღალატისგან ერთი დიდი დანაშაულისგან ერთი დიდი ქვეყნის და მოსახლეობის გადაგდებიდან რომელსაც თქვენ შეპირდით და არ შეასრულეთ ეს არის რეჟიმის არ გასამართლება ეს არის შესაბამისი ვერდიქტის არ გამოტანა რომ ეს ძალა ეს პარტია კრებული ვინც არიან მოძრაობა თუ რაც ქვია მათ უნდა აეკრძალოთ კონკრეტულად არჩევნებში მონაწილეობის უფლება საერთოდ პოლიტაქტივობა უნდა აეკრძალოთ მათ და შესაბამისად მართსაჯულებად შემდეგ მასაც უნდა ემოქმედა ისე როგორც მოქმედებს ჭეშმარიტი მართლმსაჯულება მაგრამ თქვენ კონკრეტულად ხო რა ილუზია ვის ქონდა პატივცემულებო რომ ეს ხალხი რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ამ პოლიტიკურმა ერთობამ და პატრიოტთა ალიანსმა უშუალოდ დაამარცხა დიახ წინა რეჟიმი დაამარცხა პატრიოტთა ალიანსმა არაერთგზის მაქვს ნათქვამი რომ 30-35%-ც ყაბულს ბრძანდებოდა თქვენი მამა მარჩენალი რა ვისაც ეკუთვნის მან მიიღოს რომ ოპოზიციაში მოვიდოდა და შემდეგ განვითარდებოდა აი რასაც ქვია დამარცხება და მართლაც სიცოცხლე რომ ბეწვის ხიდზე დადეს მოიმოქმედა სწორედაც რამოდენიმე პიროვნებამ კარგად ცნობილებმა პატრიოტთა ალიანსის რიგებიდან დიახ და ეს ყველაფერი სწორედაც აი იმას გავაგრძელებ ილუზია ქონდა ვინმეს რომ ის ძალა რომელიც ჩამოშორდა ხელისუფლებას ასე თუ ისე რომ რევანშისტულად არ იქნებოდა განწყობილი რომ მათი ქმედებები რაიმე ფათერაკს არ მოგვიტანდა კიდევ შემდეგ და რა თქმა უნდა არ იქნებოდა ანტისახელმწიფოებრივი ასე რომ თქვენ თანამონაწილე ხართ ამ მთელი 14 წლის განმავლობაში რაც ურთიერთკინკლაობით როგორ გითხრათ რა ომობანას თამაშით ხან დაჭერით ხან გამოშვებით ხან დაფინანსებით უშუალოდ ქვეყნის პრესტიჟის დაბლადაცემით რომელმაც თქვენ შეიტკბეთ ის რეჟიმი რომლებიც ჩადიოდნენ იმას რაც თელმა ქვეყანამ გაიგო ეს ხომ თავის მოჭრა იყო და მეტი არაფერი ჩვენი ერისათვის რომ საქართველოში ქართული გვარებისა და სახელების ადამიანები ეხლა უმტკიცეთ თქვენ იმათ რომ ეს ქართული სახელის და გვარის ადამიანები ქართული გვარის ადამიანები ძირითად ნაწილში არ იყვნენ ქართველები მე აქ არაქართველებზე არა მაქვს აქცენტი ყველა არაქართველს მივესალმები კი არა ჩვენი მეგობრები და ძმები არიან მრავალეროვანია ჩვენი ქვეყანა და მხარ იბრძოდნენ და აშენებდნენ ამ ქვეყანას მართლაც ღირსეულები და თანამემამულენი ასეც დავარქმევ მათ მაგრამ ეს ადამიანები ჩვენ ვიცით ვინც იყვნენ გვარტომითაც ვინ არიან თქვენ ესენი შეიტკბეთ და რეჟიმის გაუსამართლებლობით არ აკრძალვით აი ამ ძალისა მივიღეთ ის რაც მივიღეთ ასე რომ მინდა გითხრათ რომ აი ყოველთვის იმიგავარაკის არ იყოს რა რეალურად ეხლა თითქოს მართავენ სიტუაციას და ის არის ზღაპარია უბრალოდ გამოთქმა ესეთი თქმულება რომ აი მგელს რომ ყვირის რა მგელი მოვიდა არ უჯერებენ რადგან იტყუება თავიდან ტყუილი აღმოჩნდა და შემდეგ მართლა მოვიდა რეალურად თქვენს რიგებში ყავთ ის ადამიანები რომელთაც არც ბოდიში მოუხდიათ წინა რეჟიმის წარმომადგენლებს გულისხმობ თქვენს რიგებში ყავთ და საერთოდ ამ ძალას არც ბოდიში მოუხდიათ სინანულიც არ გამოუხატიათ ფაქტი რომ სახეზე იყო და ჯიუტი იყო ეს აღიარეს და თვით აღიარებითი ჩვენებები მოვისმინეთ ჩვენ აი ობიექტივის არქივიდან რაც დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა გაჩვენათ როცა ადეიშვილი თვით აღიარებას
ბრძანებს სწორედაც ეს თვითაღიარება იყო, რაც თქვა მან სააკაშვილი, აი ომის დაწყებასთან დაკავშირებით, მერე ჯავასთან რას ამბობს კავშირში, შემდეგ ციხის კადრებზე რას ამბობს, რომ აქ თურმე იმ 10 კაცის გარდა კიდევ 12-ია ეს პროკურორს რომ ესაუბრება და მე აღარ შეგახსენებთ ახლა დაინტერესებული ადამიანები ნახავთ ამ გადაცემას, ეს გადაცემები ტრიალებს და შეგიძლიათ მოიძიოთ რომ ეს არის არა გამოგონილი, როგორც ციხის კადრებს რომ აბრალებენ, რომ გამოგონილიო. თვითონ ადეიშვილის სიტყვა იყო, გეგა რომ ეს რომ დადგმული ყოფილიყო, ეს დიდი დანაშაულია. რა თქმა უნდა, ხომ ორი აზრი არ არის. ასე რომ საუბრობთ მე ყველაზე ისე უცენზუროდ და ახლა ჯო უოლსონზე საუბრობენ, ახლა ჯო უოლსონზე რა თქმა უნდა როგორ უნდა გადაირიო ადამიანი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერუდიცია, ინტელექტი, გამოცდილება და პროფესიონალიზმი აკლია კაცს პიროვნებას. არა, სავსეა ყოველივეთი. ასევე თავისი ქვეყნის ერთგულება განსხვავებით ბევრისგან. თავისი ქვეყნის პოლიტიკის გამტარებელია განსხვავებით ბევრისგან. აი ჩვენთან ქვეყანაში რომ ბრძანდებით და ბრძანდებიან. ჯო უოლსონი რესპუბლიკელი პოლიტიკოსია, ახლა ყველას იცის საზოგადოებას შევახსენებ და კონგრესმენია ეს პიროვნება კონკრეტულად კაროლინიდან, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ბრძანდება როგორც საგარეო საქმეთა, ასევე სამხედრო შეიარაღებულ, ასე ვთქვათ, საქმეთა კომიტეტში. მათ ბრძანდება და ჰელსინკის კომისიას თავმჯდომარეობს, ხელმძღვანელობს. მისთვის წითელი ხაზები ნამდვილად არის წითელი ხაზები და ძალიან დიდი წარუმატებელია, დიდად წარუმატებელია თქვენი, ასე ვთქვათ, ეს კრიტიკასაც ვერ დავარქმევ. ალბათ უფრო მეტად ცინიზმი, შეურაცხყოფა ადამიანისა, რომ ჯო უოლსონს თურმე ამერიკაშიც არავინ არ იცნობს და პატივს არ იცემენ და საერთოდ ვინ არიან. მოდი მე თქვენ შეგეკითხებით. აი თქვენ ვინ გცემთ პატივს და ვინ გიცნობთ? უბრალოდ სხვა გზა არ არის და უნდა გაგვეცნეთ თქვენი გამონათქვამებით, რადგან მიყურადებულნი ვართ. ჩვენ ოპოზიციაში თქვენთვის მთავარი ოპოზიცია ვიცით ვინ არის? მთავარი ოპოზიცია, ვისაც არქმევთ და ვისთანაც ომობანას თამაშობთ, მაგრამ რეალურად ვინც ოპოზიციას და ეროვნულ ერთობას წარმოადგენს, ხომ? და არიან კიდევ ნაწილი ადამიანებისა, ძალებისა, რომლებისთვისაც ფართოდ არის ჩვენი კარები ღია და ნებისმიერ დროს შეუძლია ჩვენთან კოორდინაცია, თანამშრომლობა, თანაბრძოლობა და ასე შემდეგ. თქვენ კონკრეტულად ახალი არჩევნების პირობებშიც აი ხვალ არის დაუშვათ ახალი არჩევნები, ხო, მოახლოვდა. რა თქმა უნდა, სრულ კულტივაციას გაუკეთებთ. აი იმ ძალას, რომელსაც პირველ ოპოზიციად რაცხთ. და თქვა კიდევაც თქვენმა პრემიერმა, ოცნების პრემიერმა, რომ ისინი სამუდამოდ დამარცხდებიან მომავალ არჩევნებში. ყოველი არჩევნების წინ აი მე ხშირად მომყავს ხოლმე ეს ახლა ყველამ კარგად იცით ჭაბუ ამირეჯიბის დათა თუთაშხია, ხო? დათა თუთაშხიაში, როდესაც ის ზებუ ჭაში არის. ზებუ ეს ეპიზოდი არქიფოს ეთურთან მისული. დაიზეპირეს ხალხმა. არქიფოს ეთურთან და ზებუ არის ჭაში და ეს უნდა დარეკოს და ითხრება რაღაცა უსასრულო მიმართულებით გვირაბი. და ჯერათ რომ ეს გვირაბი როცა გაითხრება ზებუ ჭაში დარეკავს. აი ყოველი არჩევნების წინ მოსმენა ამ იმისი, რომ აი ახლა იწყება ოცნებების აღსრულების წელი, ხო? გადახედეთ ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების წამყვანი ფიგურების წინასაარჩევნო ლოზუნგებს, დაწყებული 2013 წლიდან, ხო, 12-დან. დღემდე ყოველი არჩევნების წინ იქნება ეს ადგილობრივი არჩევნები თუ საპარლამენტო, ну ძირითადად საპარლამენტოზე ხოლმე. ყოველი პოლიტიკური კრიზისის, როდესაც რაღაცა კრიზისული მომენტი დაუდგებათ, რა რიტორიკა აქვს, რომ აი ახლა სადაც არის გადავლახავთ და იწყება ოცნებების აღსრულება. აი ახლა ვამთავრებთ ნაციონალურ მოძრაობას. ახლა ვასრულებთ deep state-ს. გუშინ გახარია დავნიშნეთ, იმიტომ რომ deep state-მა დარეკა, იმიტომ რომ მაშინ deep state-ის გავლენის ქვეშ ვიყავით, მაგრამ დღეს აღარა ვართ deep state-ის გავლენის და ეხლა მე ვარ კარგი პრემიერ-მინისტრი, ხო? კობახიძიდან გამომდინარე, რომ ესე იგი მე ვარ თავისუფალი ერისა და ქვეყნის და ჩვენ ეხლა ვიწყებთ ეროვნულ
ტრადიციულ ქართული სახელმწიფოს შერებლობას და ამიტომ ვითომ ესე იგი ამ ნარატივში კარგად ჩანს მარიხუანის ლეგალიზაციის ფენომენი საქართველოში როგორ გაკეთდა აი ეს ამისი ანალიზი ყველაფერს კარგად პასუხობს როდესაც ქართველი ახალგაზრდობა მართლა ჟარგონულად შესვეს მარიხუანაზე ანუ საქართველოში ახლა ეს პოპულარული იყო ეს მარიხუანის მოწევა ზოგადად ოდითგანვე მაგრამ იყო პერიოდი როდესაც ამაზე ნაციონალური მოძრაობისა და წინა ხელისუფლების პირობებში მაქსიმალურად მკაცრი სისხლის სამართლებრივი დევნა იყო და შემდეგ გრძელდებოდა ეს ქართული ოცნების პირობებში ხო მე გახსოვთ თქვენ აი ბერა ივანიშვილის ლეგალაიზ რო იყო სიმღერა და მე მახსოვს მაშინ 2015 წელი იყო გირჩთან რა ქვია ქავთარაძე ნიკასთან მქონდა პირდაპირ ეთერში ამაზე ძალიან სერიოზული 2015 წელს ტელე პრიორიტეტში კავკასიის ეთერში რაზმაძესთან ესე იგი ხმის აწევამდე და ლამის ხელჩართულ ჭუბამდე მივედით იმიტომ რომ ვიძახდით მაშინ ჩვენ მაშინ ეს პოლიტიკური ერთობა პატრიოტთა დიდი ერთობა არ იყო ჩამოყალიბებული მაგრამ მაშინ იყო ქართული იდეა ის ორგანიზაცია რომელსაც მე წარმოვადგენდი ცხონებულ ლევან ჩაჩუვასთან ერთად და ჩვენ კატეგორიულად ვიბრძოდით მარიხუანის ლეგალიზაციის და ამ პროცესის წინააღმდეგ საქართველოში. იმიტომ რომ ვიცოდით რა სავალალო ტრაგიკულ შედეგებამდე მივიდოდა და მე ვითომ რომ ქართულმა ოცნებამ ესე იგი ეს მარიხუანის ლეგალიზაცია მოახდინა, მე დაიწყო ლაპარაკი მარიხუანის კულტივაციაზე, რაზეც ერი და ბერი მართლაც რომ წინაღუდგა აი ამ წარმოუდგენელ პროცესს, რომ ისევ ჟარგონულად ბარიგობა უნდა დაიწყო ქართულ სახელმწიფოს და ეს პლანის გატანა და ვაჭრობა მარიხუანით უცხოეთში, რაც იყო კატეგორიულად მიუღებელი რო აქ ქართველ გლეხს მარიხუანა დაეთესა მოეყვანა და საზღვარგარეთ გაეგზავნა და ასე შემდეგ, როგორც არის და ამას დიდი ბრძოლები. მაგრამ იყო ხო მარიხუანის ლეგალიზაცია და დაიწყო ყოველ სადარბაზოში, ქუჩაში, ყველგან მარიხუანის ბოლში გაეყვა მთელი ქართული, ესე იგი, ქალაქები და სოფლები თუ როგორც არის არა. და ეხლა უცბად ისე ვითომ რაღაცა ახალი კანონმდებლობით ეს აკრძალეს, ისევ რაღაცას მოუჭირეს და ამის პარალელურად ჩვენ მივიღეთ ამაზე დამოკიდებული ახალგაზრდობა, რომელიც დღეს არის სინთეტიკურ ნარკოტიკებზე შემჯდარი და ეგრეთ წოდებულ ბიოზე და ისეთ ნივთიერებებზე, რომელიც ერთი მოწევაც კი ხშირად მთავრდება სიკვდილით. კრიჭის ჩაკეტვით, ინსულტით, ძალიან ხშირია დღეს ინსულტი. ძალიან აი უამრავ ახალგაზრდას მოსდის ინსულტი აი ამ ნივთიერებების მოხმარებით. და ამაში პასუხისგებელი დღეს არის ქართული ოცნება, რომელმაც ერთი პერიოდი ვითომ ეს ბაზარი რაღაცა გახსნა და მარიხუანა მოჰფინა საქართველოს, მერე ვითომ ეს შეზღუდა და ამის პარალელურად შავ ბაზარზე სინთეტიკური ნარკოტიკები ვრცელდება და უბედურება ტრიალებს და აი ესეთი რაღაც უბედურება აქამდე მივედით და ამის გარდა კიდევ მრავალი სხვა იგივე LGBT იდეოლოგია ეს ვითომ რომ ეხლა აკრძალეს და ვითომ რომ ტრადიციული მანტია მოისხეს გარყვნეს ის ჯენზის რო დასცინიან ეხლა და აკაცუკები რო დაარქვეს ვისი პროდუქტია ეს წლების განმავლობაში როდესაც ივანიშვილი გამოდიოდა 2013 წლის 17 მაისს და რო იძახდა რომ ნენელა ქართველი ხალხი შეეჩოვა LGBT-სო როდესაც ჩვენ გამოდიოდით იგივე პრიორიტეტში აი იმ ეთერში მე მქონდა ძალიან სერიოზული სწორედ აი ამ LGBT 17 მაისზე ანტიდისკრიმინაციულ კანონზე გუგული მაღრაძესთან და კიდევ სხვა გარკვეულ ოცნების წარმომადგენლებთან ქართული ოცნების წარმომადგენლებთან 2014-15-16 წლებში აი იმ პერიოდში დიდი დებატები და პირდაპირ იძახდნენ კაცო ეს ადამიანები რომ ესე იგი თქვენო რაღაცა ის რელიგიურ ფანატიკოსებს გვიძახდნენ ექსტრემისტებს გვეძახდნენ გვაშინებდნენ რომ ჩვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნას დაიწყებდნენ თუ რაღაცა ძალიან გავაქტიურდებოდით აქციები რო ტარდებოდა იქ დაჩვენ ვიცეკვეთ იყო LGBT ფილმი რაც მამათ მაოლებზე კინოთეატრ ამირანში როდესაც სპეცრაზმმა დაგვარბია მერე იყო იგივე LGBT აღლუმი 7 ივლისს გახსოვთ თქვენ ოქროყანაში და ასე შემდეგ ხო როგორც იყო და 5 ივლისი კიდე როცა ერიდაბერი გამოვიდა მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი იყო ჩამოსული სხვა ეპარქიის მამების სამღვდელოება ქართული იდეის წარმომადგენლები და მეუფეში და მთელი სამღვდელოება ერისა და ბერის დიდმა ერთობამ ეს მომლენები აღკვეთა ეს მომლენებს წინ აღუდგა და მართლაც ამ დიდმა ბრძოლამ განაპირობა რომ იძულების წესით ქართულ ოცნებას მოუწია გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციების მიღება მაგრამ პროდუქტად მივიღეთ გადაგვარებული
ახალგაზრდები. პროდუქტად მივიღეთ აი ეს ვისაც თქვენ დასცინეთ ქართული ოცნების წარმომადგენლები, ეს ჯენზი, ეს ლიბერალური ცნობიერების ახალგაზრდობა, რომელიც ჩემთვისაც და ჩვენთვისაც კატეგორიულად მიუღებლად აზროვნებენ, რაზეა ლაპარაკი, გძულს არა ადამიანი, არამედ სოდვა. ამასაც ხაზს გაუსვამ და არავის პიროვნულად არ ვემტერებით. პირიქით, თითოეული სამწყსო ფარიდან გაბნეული ცხვარი ღვთისათვის ძალიან მტკივნეულია და ასევე უნდა იყოს თითოეული ქრისტიანი მართლმადიდებლისათვის, მაგრამ ის ტრაგედია, რაც მოიტანა ამ მრავალწლიანმა იდეოლოგიურმა მუშაობამ, რაშიც აქტიურად იყო თავად ქართული ოცნება ჩართული, რასაც წლების განმავლობაში ირაკლი კობახიძე არ იყო რო იძახდა, ძალიან საშიშიაო ეროვნული ცნობიერებაო და ამ ტერმინებზე სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, ასეთ ტერმინოლოგიით საუბარსო. რას ქვია იმაში მურულში ხალიო შეჭამს პირს მოიწმენს და იტყვის ცუდი არაფერი ჩამიდენიაო, წმინდა წერილში წერია ძველ აღთქმაში. რას ნიშნავს დღეს შენ არ იღებ ამ ყველაფერზე პასუხისგებლობას, დღეს გინდა ვიღაცა მითოსურ deep states გადააბრალო ყველაფერი და იმ შენთვის მიუღებელ პოლიტოპონენტებს ჭყალებში შეტენო, რასაც შენ გედავებიან და შენ მშრალზე და სუფთაზე გამოხვიდე და არავითარი პოლიტიკური პასუხისგებლობა არ გაიზიარო. ეს არის დაუშვებელი, ეს არის ყოველად მიუღებელი და ჩვენ პატრიოტთა ერთობა, აი ჩვენი ერთობა, ყველაფერს ყოველთვის, რასაც დასაწყისიდან ვამბობთ დღემდე და ჩვენი ნარატივში აი ეს იდეოლოგიური ქამელეონის აი ეს ქამელეონიზმია მიუღებელი. სიმყარე რო არ აქვს, მსოფლმხედველობა რომ არ აქვს, მყარად ჩამოყალიბებული იდეოლოგიური მსოფლმხედველობა და რაც მთავარ ფასეულობებს ეფუძნება, ხო? ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, ჩვენი რწმენა, ჩვენი ტრადიცია, ჩვენი კულტურა და ასე შემდეგ. ეხლა სადღეგრძელოს ფორმა არ უნდა მივიღო, მაგრამ ყველა კარგად იცით, რადგან ვლაპარაკობთ, რომ ამაზე ან ხარ დაფუძნებული, ან არ ხარ დაფუძნებული და ყველაზე სამარცხვინოა, როდესაც შენ ამაზე არ ხარ დაფუძნებული, როგორც ირაკლი კობახიძე და დღევანდელი ეს ოფიციოზი, მაგრამ შენ ამას პოპულისტურად იყენებ, შენ ამას ქურქივით ესე მოისხამ და ამითი პოზირებ, ამას მასკად იფარებ თუ ნიღბად შენდობას ვითხოვ. და როგორც არის, არა? აი ასე როდესაც შენ იყენებ სარწმუნოებას, ეროვნულ ფასეულობებს, ტრადიციებს, ნაციონალურ იდენტობას, წმინდა საკრალურ ღირებულებებსა და ფასეულობებს, როდესაც შენ იყენებ ფარად და როდესაც შენ იყენებ პოპულიზმისთვის, რომ მასების გული მოიღო და რაც შევა ბევრი ის საარჩევნო 51 ბევრმა ადამიანმა გააფერადოს, ერთადერთი მამოძრავებელი შენი რომ არის ის, რომ რაც შევა მეც გააფერადებინო 51 ნომერი და ვერავინ დამაჯერებს მე, რომ ამ პოლიტიკური ელიტისთვის რაიმე სხვა არის მნიშვნელოვანი. გარდა იმისა, რომ განამტკიცონ და შეინარჩუნონ თავისი პოლიტიკური ძალაუფლება და ეკონომიკური პირველობა, რომ ყველაფერს არიან დღეს საქართველოში დაუფლებული, აბსოლუტურად ყველაფერს და ყველაფერს განაგებენ კლანური მმართველობით. აი თუ ვინმე რაიმე სხვა აქვს, გითხრას, მაგრამ ვერავინ ვერ გვიყვეს, რომ რეალობა ეს არის. დღეს პოლიტიკური ელიტა манипуლირებს ქართულ ხალხს და ჩვენ ამას თავის სახელი უნდა დავარქვათ. კი ბატონო, ნამდვილად უნდა დავარქვათ თავის სახელი, აბსოლუტურად ყველაფერს გეთანხმები, მაგრამ წეხან საუბრობდი შენ რომ ესე იგი იქ ახსენე ეს გარყვნილი ეს პერვერტების თემა, LGBT მათი იდეოლოგია, რომ ახლა წინ აღუდექით თავისთავად. მეგობრებო, ძალიან ხშირად, ძალზედ ხშირად მithქვამს ამ სტუდიიდანაც, ისედაც გვითქვამს, რომ შედეგებთან ბრძოლა ძალზედ ბრიყვული საქმეა და შედეგს არ მოიტანს. საბოლოოდ როცა შედეგს ვებრძვით, მე იმას კი არ ვამბობ, რომ წინ არ უნდა აღუდგეთ ასეთ გარყვნილებას, ეს მართლაც ისეთი დიდი კატასტროფაა, რომ ეს თვითონ იდეოლოგიაა, როცა მარშით და რაღაც პოპულარიზაციით და პოპულიზმით გარკვეულწილად სარგებლობენ და ასე დემონსტრირებენ. არა, ეს ასე არ უნდა მოხდეს და არც მოხდა, მაგრამ მიზეზი რა არის? აი ერიკ მაინც გაირყვნაო და ნაწილი ხო ახალგაზრდობის ნარკოტიკებზე დაჯდა ნარკოტიკები ასევე თავისებური გარყვნილებაა. ნარკოტიკიც გარყვნილებაც და თამაშებიც, აზარტული თამაშები არიან სისხლი და ხორცი ერთმანეთისა. დიახ, მე ვამბობ, აი ეს გაუთავებელი ის თამაშები საერთოდ ლუდომანია რომ ქვია. ასე რომ რომელ გარყვნილებას ებრძვიან ესენი? დემნა გვასალია, მე დავაჯილდოვე?
დემნა გვასალია საპატიო თბილისელის წოდება რომ მეანიჭა და დააჯილდოვა კაცო ოცნებამ კალაძის ხელით. ეს არ ახსოვს საზოგადოებას? ეს ხომ საერთო მათი გადაწყვეტილება იყო. როცა 16 თაყაიშვილი, როცა ეხლა ვეღარ ჩამოვთვლი პიროვნებებს. ძალიან ბევრი პიროვნება მართლა ჩვენი კორიფე, ჩვენი თანამემამულე, წმინდანი ბრძანდებოდნენ თბილისის საპატიო მოქალაქენი და ამ ადამიანმა, აღარ მინდა გავიმეორო, ეს რაც ჩაიდინა, ძალიან კარგად გახსოვთ. ასე რომ მიზეზებთან ბრძოლა არის გაცილებით ნაყოფიერი. მაგრამ მიზეზთან ბრძოლა მათ არ უნდა. თან მიზეზთან ბრძოლა განსაკუთრებული ინტელექტს მოითხოვს. ინტელექტთან ერთად კიდევ დიდ უნარსა და სურვილს მოითხოვს, რომ რეალურად საფუძვლიანად გამოიყვანო შენი ახალგაზრდობა, შენი ქვეყანა საერთოდ ჩიხიდან და უფრო მართებული და ესე ვთქვათ, სწორი მიმართულებით გაიხედო. დიახ, ამას სურვილი სჭირდება. და არა იმის სურვილი, რა სურვილებიც თქვენ იციან, ვისაც მიუმართავ, აიხდინეთ საკუთრივ, მაგრამ მართლა ვაი ამახდენას. მართლაც ვაი რომ ამახდენას, ნარკოტიკებზე ისაუბრე გეგა და ნარკოტიკები გეთანხმები, მართლა ძალიან ექსპერიმენტულია შემოტანილი ექსპერიმენტული ნარკოტიკები და ძალიან სავალალო შედეგები მოაქვს. ძალიან სავალალო, აი εν რაოდენობით ადამიანი, რომელიც დაინვალიდდა, კანტუზია, ესე ვთქვათ, ინსულტიც კი ბატონო, ჰემორაგიული და იშემიური ინსულტი არის ძალიან ხშირი. ეს ზემოქმედების შედეგად სპაზმია. მე შემდეგ ცდილობს ხო მეტნაკლებად რომ რაღაც სპაზმი გახსნა, რაღაც დისკომფორტი, ზოგი ალკოჰოლით ეხლა გახსენი, შეავიწრო, ეს ის არ არის რა, რაღაც ხელნაკეთობა. ეს არის შენი ცენტრალური ნერვული სისტემა. ეს არის შენი კარდიოლოგია, ეს არის შენი ყველაფერი, ჯანმრთელობა, თუ კი ჯანმრთელობა ქვია, რაღა ჯანმრთელობაა. ასე რომ ძალიან ცუდ დღეში ვართ, პატივცემულებო და ის რომ ვიღაც გადამყიდველი ეგრეთ წოდებული ბარი გადააკავეთ და ორ თვეში ერთხელ თუ თვეში ერთხელ და ამას მუსირებთ ტელევიზიებით, ეს არ არის ნარკოპოლიტიკა და ნარკოტიკების წინააღმდეგ წარმართული პოლიტიკა. ნამდვილად არ არის ეს. ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა და ასევე არ შემიძლია რომ არა ვთქვა, ასე ვთქვათ, ცილი რომ დასწამეს რა იქ ოკუპანტ ქვეყანასთან ჩავიდნენ და იმღერესო. და რა მერე სახალხო დიპლომატიის კუთხით სუხიშვილებმა თქვენ ისედაც კუკუდამალობანას ეთამაშებით. სამურავების კანონია შეგახსენებთ ხო? გვითქვამს ადრეც რომ მტერი გვერდში უნდა ყავდეს. კაი, გასაგებია რომ ეს დიდია, მსუხია, ესეთია, ჰეგემონია, ხისტია, აგრესორია, მაგრამ გვერდში უნდა ყავდეს კი არა, გვერდში ხარ უკვე უფლის ნებით და უფლის გადაწყვეტილებით. ასე რომ ურთიერთობის გარეშე მართლა დამღუპელია ნებისმიერი პოლიტიკა და ეს ისახება კიდევაც ქვეყანაზე. ისაა პოლიტიკა, როცა თქვენმა პრემიერმა ბრძანა, რომ ერეკლეს პერიოდშიო რუსეთს თურმე იმპერიას არაფერი არ დაურღვევია, მე გუშინ საფუძვლიანად მიუთითე და შეუსწორე მას და საჭიროა წაიკითხოს ბევრი რამ. რომ არაფერი არ დაუშავებია, თურმე ეს არ არის რუსოფილია? რომელი უფრო მეტი რუსოფილია? რუსეთის მოყვარეობა, კობახიძის განცხადება თუ სუხიშვილების ხელოვნების იქ კონცერტი და არასაქვალმოქმედო. ეს ორმაგი სტანდარტები ადრე და მალე დაღუპავს თქვენს პოლიტიკას. თორე თქვენ დიდხანს იცოცხლეთ, კაცო. აქამდე არაფერი გიქნიათ, აწი რა უნდა ქნათ. სასიკეთო ღმერთმა მოგამოქმედებინოთ სასიკეთოც. ჩვენ დრო ამოგვეწურა, არ გადართოთ, მალე დავბრუნდებით დროებით.